პიჯაკების საქმის 11 წლიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ პროცესები გველოდება სააპელაციო სასამართლოშიც, რადგან პროკურორმა დღეს პიროლებთან განაცხადა, რომ თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით ასაჩივრებენ სწორედ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. პროკურორი თვლის, რომ თემურ ჯანაშიას ციხეში უნდა გაიშვა მოსამართლეს და მისთვის ჯარიმა არ უნდა შეეფარდებინა, არ უნდა გადაეკვალიფიცირებინა მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად შესრულებასთან დაკავშირებით, რადგან ირწმუნება პროკურორი, რომ თემურ ჯანაშიას გააზრებული ქონდა, რომ ის დანაშაულის მონაწილე იყო და საბიუჯეტო თანხას ფლანგავდა. ამასთან ერთად პროკურორს პირველებმა უკითხეთ, რაც შეეხება პრეცედენტს, რომელიც მოსამართლემ მიიღო ბრძანების შესრულება არის თუ არა დანაშაული. დღეს პრაქტიკულად ბადრი კოჭლამაზიშვილმა ეს თქვა, რის საპასუხოდაც პროკურორმა განმარტა, რომ უკანონო ბრძანების შესრულება არის დანაშაული, თუმცა როდესაც კონკრეტული მაგალითები მოვყავს სახელმწიფო ბრალდებასთან, ვახსენებთ მას ძალოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის საპროტესტო აქციებზე. ამ შემთხვევაში უკვე პროკურორს კითხვაზე პასუხი არ აქვს. თუმცა ფაქტი არის ის, რომ დღეს ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა პრეცედენტი და ქართული ოცნების ყველა მსახურ ძალოვანს და ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელს უნდა კონდეს გააზრებული, რომ წლების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება უკანონო ბრძანების შესრულების გამო, მათ დანაშაულის გამო მოუწევთ ბევრი წლით ციხეში ჯდომა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პრეცედენტი შექმნა, რომ ბრძანების შესრულება არის დანაშაული. თქვენ ფიქრობთ, რომ ბრძანების შესრულება არ არის, ანუ დანაშაული? კითხვა დავსვით. მე გისვამ კითხვა. ანუ ეს პრეცედენტი შექმნა თუ არა მოსამართლემ? დანაშაულებრივი ბრძანების შესრულება არის დანაშაული. ანუ დღეს თანამდებობაზე მყოფი პირები დანაშაულებრივ ბრძანებას როცა ასრულებენ, ისინი დამნაშავეები არიან და შეიძლება პასუხი აქვთ. ხო, ამას მეუბნებით, ესე იგი ბატონო პროკურორი. რა მაინტერესებს, ანუ კონკრეტულ ანუ საქმეზე მეკითხებით თუ რაზე? ეს ხო პრეცედენტია. ბრძანების შესრულება გამოდის, რომ არის დანაშაული. სამართლებრივი აქსიომა ბრძანება, რომელიც არის დანაშაულებრივი, მის შესრულება არის დანაშაული. ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჯავრდებულ ანუ თეიმურაზ ჯანაშიას აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა თუ რა შეიხარჯებოდა, ვისთან ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად ჯგუფურობის კომპონენტი ანუ სახეზე არის, ერთიანი უმართლობა აქვთ მათ ჩადენილი, გამოხატული ანუ გაფლანგვაში და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი არის და ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს უკვე ზემდგომ ინსტანციაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული ოცნების წევრებისთვის არის მხოლოდ დასაბუთებული და კითხვები მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მათ არ აქვთ. დღეს პირველები დავინტერესდით, რას ფიქრობენ, ბრძანების შესრულება არის თუ არა დანაშაული. ქართული ოცნების ლიდერებს ეს კონკრეტული კითხვა დაუსვათ ჩვენმა საპარლამენტო კორესპონდენტმა, რის საპასუხოდაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები იბნეოდნენ, კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურდათ, ამბობდნენ, რომ ამ ინფორმაციას ისინი ვერ გაასაჯაროებდნენ, ვერაფერს ვერ იტყოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან საქმეს არ იცნობდნენ, თუმცა არ უჭირთ კომენტარების გაკეთება მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე. ამ შემთხვევაშიც არ აქვთ მათ საქმის მასალებზე ცნობა, არაფერი იციან ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, შეთითხნილ ბრალდებაზე, თუმცა სააკაშვილთან დაკავშირებით უფრო თამამად საუბრობენ, რაც შეეხება თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ ბრალდებას და მოსამართლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების ლიდერები იბნევიან და კითხვას პასუხს ვერ ცემენ. ეს არის ჩვეულებრივი ელიტური კორუფციის გამოვლინება, თანხაც არ არის პატარა, 9 მილიონს ეხება და სასწრაფოდ ბუნებრივია, რომ მოსამართლემ გამოიტანა ასეთი დასკვნა. თემურ ჯანაშიას 300,000 ლარი დააჯარიმეს ამავე პროცესზე, იმის გამო, რომ მან შეასრულა ბრძანება. ანუ პრეზიდენტის ბრძანების შესრულება დანაშაული არის. ესეთი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა. მაშინ პოლიციელებიც ბრძანებას რო ასრულებენ, ისინიც დანაშაულს ჩადიან. მე არ მაქვს ინფორმაცია და ამიტომ ვიგეთქვით ვერაფერს.
ეს დეტალები არ ვიცი და ამიტომ დავალების შესრულების გამო 300,000 ლარი დააჯარიმეს პრეზიდენტის ბრძანების შესრულების გამო. დეტალები ამის შესახებ მე არ ვიცი, ამიტომ ვერ მოგცემ კომენტარს. რო გავიცნობ დეტალებს კარგად, აი შემეძლება. ყველასაც ამბობთ, ეს არ არის ბრძანება, ეს არის უკანონო ბრძანება. უკანონო ბრძანების შესრულება არის იგივე დანაშაული და როგორც თქვათ ეს ამ უკანონო ბრძანების გაცემა. ამიტომ მისდამი ამ ჯანაშიასადმი გამოტანილი ის არ იყო უბრალოდ დაცვის წევრი, ის იყო მაღალი თანამდებობის პირი და უკანონო ბრძანების შესრულება არის ჩვეულებრივი სისხლისამართლის დანაშაული. ესე იგი დღეს რომელი პოლიციელი სპეცრაზმერიც არის ვინც რაიმე უკანონო ბრძანებას ასრულებს, ყველა ეს ადამიანი სისხლისამართლეში თქვენ თეორიულად თუ კითხულობთ ვინმე თუ უკანონო და თეორიულად თუ კითხულობთ მაგრამ თუ აბავთ იმას რომ აქ რამე უკანონო იყო გაცემული რა თქმა უნდა არა აქ პარლამენტის წინ დემონსტრაციებზე თუ მეკითხებით აქ ყველაფერი მე მგონი ნათელია სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას იმ საქმეს რომელსაც ესენი ფუთავდნენ პიარულად როგორც პიჯაკების საქმე რეალურად იყო 9 მილიონის საქმე რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე და 9 მილიონის პიჯაკი არ ამგონია სააკაშვილს ეყიდა ასე რომ ეს იყო ის ლოგიკური დასასრული 6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს ხმაურიან საქმეს საქალაქო სასამართლოს შემდეგ ხმაურიანი გაგრძელება სააპელაციო სასამართლოშიც ექნება მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაანონსებულია როგორც დაცვის მხარე ასევე სახელმწიფო ბრალდება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის განაჩენს გაასაჩივრებს მეორე ინსტანციაში